თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ფონდის ერთმანეთისთვის 24 შვიდის დამფუძნებელი გუგა ხელაია გამოიკითხა. გამოძიებას მასთან კითხვები ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა. გამოკითხვის შემდეგ ხელაიამ მედიასთან საუბარი არ ისურვა. პროკურორის განცხადებით კი გუგა ხელაიამ დაადასტურა ბრალდებულებისთვის ჯარიმების გადახდის ფაქტი, თუმცა მას შემდეგ რაც დაიდენტიფიცირა, რომ აქცია პოლიტიკური ხასიათი მიიღო, ჯარიმების გადახდა შეწყვიტა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და კონკრეტულად ამ ფონდის საქმიანობისთვის, ასე ვთქვათ, გაღებული თანხები არ უნდა მოხმარებოდა ჯარიმებს. აქვე გამომარტავ ჯარიმასთან მიმართებით და ვიტყვი იმას, რომ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება პირისათვის ჯარიმის დაკისრება, ამას აქვს კონკრეტულად პრევენციული მიზნები და როდესაც კონკრეტული ფონდის, ასე ვთქვათ, მიზნობრიობა ხდება ის, რომ ეს ჯარიმები დაფაროს ან დაპირდეს კონკრეტულ პირს, რომ ჯარიმას გადაუხდის მას მიუხედავად ნებისმიერი სამართალდარღვევისა, რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს აქვს წინააღმდეგობის ხასიათი.